სწავლობდი მე-7 საჯაროში და მე-5 კლასიდან გადავედი წევის საჯარო სკოლაში. რის შედეგადაც მხოლოდ მარტო ვიყავი კლასში. ცოტა მარტოსულად გრძნობდი თავს, მაგრამ როდესაც თვითონ სხვა კლასის მოსწავლეები გავიცანი, ასევე მასწავლებლის ნელ-ნელა ყველაფერი კარგად წავიდა და უკვე ოჯახური გარემოც შეიქმნა თვითონ სკოლაშიც. ქალაქის სკოლებში უფრო მეტი ბავშვი მიდის, უფრო გადატვირთულია კლასებიც და მასწავლებელს უჭირს, რომ ყველა თვითონ მოსწავლეს მიაქციოს ყურადღება. ამიტომაც ზოგიერთი მოსწავლის დონე უფრო დაბალია ვიდრე სხვა მოსწავლის. ამიტომაც როდესაც წევის საჯარო სკოლაში გადავედი, უფრო განვითარდა ჩემი სწავლის დონეც, მოტივაციაც და ნელ-ნელა თვითონ ეს სწავლაც შევიყვარე. რო შევედი თვითონ საგამოცდაში, ძალიან მინერვიულე. როგორ ვფიქრობდი, ანუ რას დავწერდი, ჯერ იმაზე ვფიქრობდი. და სულ ნერვიულობდი ყველაფერზე, ჯერ იმ მომენტში სანამ გამოცდა მოვიდა და შემდეგ გამოცდის დაწერისას და შემდეგ როდესაც გამოცდის ქულებიც დაიდებოდა. როდესაც გავიგე რომ 70 ქულა მივიღე, პირველი ვისაც შევატყობინა იყო ჩემი მასწავლებელი და გახარებული ვიყავით ყველანი ოჯახის წევრებიც და თვითონ სკოლის მასწავლებლებიც. სკოლა დავიწყეთ თვითონ წევის საჯაროში. პირველი ვინც შემხდა იყო ქართულის მასწავლებელი, რომელმაც ძალიან თბილად იმოქმედა ჩემზე და ამის შემდეგ უფრო გავიხსენი სკოლაში და მასწავლებელთან, როდესაც უკვე მათთან ერთად დავიწყე გამოცდებისათვის მომზადება, ზუსტად მათი დამსახურება არის, რომ ასეთი მაღალი ქულები ავიღე და მათ მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო. განაც მარტო ვიყავი კლასში, მასწავლებლები თვითონ კლასში მთელ ყურადღებას ჩემზე გადმოიტანენ, ამიტომაც არ დამჭირდა რომ სკოლის გარეთ წავსულიყავი და სხვა მასწავლებელი მომებრძებნა რომ რამე საგანში მომზადებულიყავი და თვითონ სკოლაში მომამზადეს მასწავლებლებმაც ისტორიაში, ქართულში თუ ინგლისურში. სოფლის სახლთა უმეტესობა მიტოვებული არის, მხოლოდ ცოტაოდენი ბავშვი ან მაცხოვრებელი თუ იქნება ახლა სოფელში. ისიც არის რომ მაგალითად უმეტესობა რომელიც სოფელში ცხოვრობს ამჯობინებს რომ ბავშვი წამოიყვანოს ქალაქის სკოლაში და არა უკვე რომელიც სკოლაც თვითონ სოფელში არის და ამას როგორც სოფელს ისე თვითონ სოფლის სკოლასაც აზიანებს. ბავშვთა უმეტესობა თვითონ რადგანაც ქალაქში მოდის ხოლმე სკოლა თვითონ სოფლის სკოლები უგულებროპული რჩება, ამიტომაც თვითონ მინდა ვუთხრა ყველას რომ შეუძლიათ მას თვითონ სოფლის სკოლები წაირჩიეს და არ დააზიანონ ის სკოლები რომელიც მათ გვერდზე არის, რადგანაც მათ ის ტიტული სოფელი აწერია.